დიტო ცინცაძის ფონდი თენგო ზაკაშვილის დასახმარებლად 8 წლის მოზარდს ზურგის ტვინზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რისთვისაც თანხას ის ფონდი აგროვებს, რომელიც თავის დროზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის დიტო ცინცაძის დასახმარებლად შეიქმნა. თენგო ზაკაშვილი ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკაში მკურნალობს და იმედი აქვს, რომ საზოგადოების დახმარებით ოპერაციის გაკეთება შეძლებს. დიტო ცინცაძის სახელობის ფონდი ამჯერად 8 წლის თენგო ზაკაშვილს ეხმარება. ჰიპერმარკეტ გუდულში გამართულ საქველმოქმედო აქციაში დღეს ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ჟურნალისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ. ისინი პატარა პაციენტის მკურნალობისთვის თანხის შეგროვებას მომავალშიც გააგრძელებენ. როდესაც დიტო გაახდება და ცუდად და ჩვენ დავიწყეთ აი ესეთი კამპანია, აქციები გუდულში, ყველა ყოველთვის მეკითხებოდა იმას, რომ რატომ მაინდა-მაინც დიტო და არა დაუშვათ სხვა დანარჩენი ავადმყოფები, რომლებსაც უჭირთ ასევე როგორც დიტო. მაშინ ვიძახდი მე, რომ ჩვენ დავდგებით დიმიტრის შემდეგ ყველა იმ ადამიანის გვერდით, რომ ისინიც ესევე გადავარჩინოთ. აი დღეს ჩვენ დგევართ თენგო ზაკაშვილის გადასარჩენად. ყველას გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, ჩვენ გვაქვს ანგარიშის ნომერი და ტელეფონის ზარი. ან დარეკოთ, ან გადარიცხოთ, რომ დავეხმაროთ თენგოს, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს დღეს ამაში. დიტო ცინცაძის ფონდს ქალთა კლინიკა მედიქიაც დაეხმარება. ახლახან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, კლინიკა ყოველთვიურად ბრუნვის 1%-ს ფონდის ანგარიშზე გადარიცხავს. ამ აქციით თუნდაც ჩვენი კლინიკის პაციენტებიც კი ღებულობენ ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას, რადგანაც ეს სწორედ მათი თანხაა, ანუ თანამშრომელიც, პაციენტიც და ყველა რაღაცა მოქალაქეობრივ ვალს ვიხდით. 8 წლის თენგო 5 თვეა იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ბავშვი ექიმების სისტემატიური დაკვირვების ქვეშაა და გადასხმები უტარდება. სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის იშვიათი და მძიმე დიაგნოზი რთული დარტყმა აღმოჩნდა, თუმცა ახლა მათ საზოგადოების მხარდაჭერის და დახმარების იმედი აქვთ. ამდენი გადასხმები არ არის კარგი ბავშვისთვის, რაც უფრო მალე მოხერხდება წასვლა და გადანერგვა, უფრო ანუ არ დამძიმდეს ბავშვი და ორგანოები აქვს ჯერ კიდევ ჯანმრთელი რომ არ ჩაეთრიოს ეს ყველაფერი. ბავშვი უფრო მეტად ვერ აღიქვავს ამ დაავადებას, ახლა როგორც მე ძალიან განვიცადე, ძალიან ვინერვიულეს რომ გავიგე, მაგრამ ალბათ ყველაფერი უფლისნება არის, ეს განსაცდელი არის და იმედი მაქვს ღმერთისა ხალხისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვთა ოთახში რომ შევედი, ვიფიქრე, რატო აქ ბავშვებს თემები გაცვენილი მეთქი. მე შემეცინდა რომ დავიწყე მკურნალობას, მეც არ გამწვიდეს მეთქი. იტალიაში რომ წავარ ქიმიოთერაპიას იქ არ დამიწყებენ და მე არ გამწვიდება. პატარა თენგოს დიაგნოზი მიელოდისპლაზიური სინდრომი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქიმიოთერაპია უძლურია. ყოველწლიურად ასეთი 5-დან 7-მდე შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა საჭირო ოპერაცია საქართველოში არ ტარდება. საქართველოში უნდა ამოქმედდეს ტრანსპლანტაციის ცენტრი. იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაზე ესე ვერ გავალთ და მოსახლეობას თხოვნას ვერ დავუწყებთ, რომ დაგვეხმარეთ, ამაში უნდა ჩაერთოს სახელმწიფო, უნდა არსებობდეს საქართველოში ტრანსპლანტაციის ცენტრი, ეს ამიერკავკასიაშიც პირველი იქნება. იტალიაში მკურნალობა 150.000 ევრო ჩდება, თუმცა იაშვილის კლინიკის ჩართულობით თენგო ზაკაშვილს ოპერაციას ნახევარ ფასად გაუკეთებენ.